სენტ-ეგზიუპერის პატარა პრინცი ან პატარა უფლისწული ეს არის წიგნი რომელიც ერთ-ერთი გადამწყვეტი წიგნია ადამიანის ცხოვრებაში. მე საერთოდ ნაკლებად წარმომიდგენია წიგნიერი ადამიანი, საერთოდ ადამიანი რომელმაც იცის ასოები თავის ენაში, რომელსაც არ აქვს წაკითხული პატარა პრინცი, ან არც გაუგია და არც წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ჩემთვის სულად წარმოუდგენელია სამყარო ამ წიგნის გარეშე. მაგრამ თუ კი ვინმეს ასეთი ბედნიერება ხვდა წილად, რომ ბავშვობაში ამ წიგნმა რაღაცნაირად გვერდი ეუქცია, თუ თვითონ უქცია, თუ რაღაცნაირად ასე მოხდა, არ ვიცი, მე მინდა მას ზუსტად ისე, როგორც ეს გააკეთა თავიზოზე გურამ დოჩანაშვილის პერსონაჟმა, მიულოცო, იმიტომ ეს ნამდვილად მოსალოცი საქმეა. მას წასაკითხი იქნება შედევრი. ეხლა ზოგიერთს გონია, რომ ლაპარაკია საბავშვო წიგნზე, რომელიც ბავშვობაში თუ არ წაიკითხე, მე რა აზრი აქვს მის წაკითხვას, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ასე, ეს არ არის მხოლოდ საბავშვო წიგნი. ეს საერთოდ წიგნია. ეს უბრალოდ არის ერთი იშვიათი წიგნთაგანი, რომელიც ბავშვებისთვისაც გასაგებია, მაგრამ ბავშვები ახლა მას ყველაფერს ისე ვერ იგებენ, როგორც საჭიროა, ეს ბუნებრივია. ესაა წიგნი, რომელიც უნდა იკითხო ხოლმე ყველა ასაკში, მაგრამ კიდევ ერთხელ თუ ვინმე დარჩა დედამიწის ზურგზე ისეთი და ეს მოხდა ჩვენ საქართველოშიც, ეს არის გარკვეული პიროვნული პერსონალური კატასტროფა, რომ არ ქონდეს საკითხული პატარა პრინცი. საჭიროა მის გამოსწორება, ეს გამოსწორებადია ნებისმიერ ასაკში. ნებისმიერ ასაკში ვინაიდან ეს წიგნი არის დაწერილი თქვენთვის, როდესაც თქვენ პატარა იყავით. ეს ასე იწყება სხვა შორის, იმიტომ რომ ეს წიგნი ეძღვნება ლეონ ვერტს, რომელიც იყო ავტორი სენტ-ეგზიუპერის საუკეთესო მეგობარი და ბოდისუხტის ბავშვებს თავიდანვე რომ დიდი ბოდიშიო და უფროს უნდა მიუძღვნე ეს წიგნიო და რამდენი მიზეზი მაქვს ერთ ჩემი საუკეთესო მეგობარიო, მეორე ყველაფრის გაგება შეუძლიაო, მესამე ახლა ამ წუთას საფრანგეთშია, სადაც ცივა და შია და თანადგომა ჭირდება, წიგნი 44 წელსაა დაწერილი და გასაგებია რატომ უჭირდა ხალხს იმ წლებში საფრანგეთში. და მერე კი ასწორებს, რომ კარგი რახან პატარებს უნდა მიეძღვნას, მაშინო შევცვლი ჩემს მიძღვნას და უძღვნიო ლეონ ვერტს, როდესაც ის პატარა ბიჭი იყო. ეს არის პირდაპირ ჩვენთვის, ეს წიგნი გვეძღვნება ჩვენ, როდესაც ჩვენ პატარა ბიჭები და პატარა გოგონები ვიყავით. ანუ ჩვენ ის ნებისმიერ დროს შეგვიძლია და უნდა წავიკითხოთ. ეს არის ძალიან უცნაური მოთხრობა მფრინავის შესახებ, რომელიც ავარიულად დაჯდა საჰარაში. ესაა თვითმფრინავი, თქვენ ვიცით, რომ სენტ-ეგზიუპერი იყო მფრინავი, თვითმფრინავთან არის დაკავშირებული მისი მეორე დიდი შედევრი ადამიანთა მიწა. საერთოდ ეს კაცი არის ლეგენდარული ფიგურა, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი არის ნამდვილი პრინცი, ასე ვთქვათ, ფრანგული და მსოფლიო ლიტერატურის. ეს იყო ახოვანი ძალიან მაღალი და ძალიან ლამაზი წარმომადგენელი უზარმაზარი არისტოკრატული გვარისა, რომელიც ამავე დროს არის საფრანგეთის ასეთ გმირი, ვინაიდან ის იყო მებრძოლი, იბრძოდა, რომელიც დაიღუპა ტრაგიკულად და სწორედ რამდენიმე ხნის წინ, არც ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები და ახლა დაახლოებით ვიცით სად და როგორ გარემოებებში დაიღუპა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, მისი თვითმფრინავი უბრალოდ რადარებიდან გაქრა, უამინდობა მაშინ არ ყოფილა, ის გაქრა ზუსტად ისე უცნაურად, როგორც ქრება მისი მთავარი პერსონაჟი სწორედ ამ წიგნიდან, პატარა პრინციდან. და ის ყვება, ეს პირველ პირში არის დაწერილი და ის ყვება ძალიან უცნაურ ამბავს, რომ ავარიული დაშვება განიცადა საჰარას უდაბნოში და ამ უდაბნოში მას მოულოდნელად იმ უდაბნო მოგეხსენებათ სიტყვაც გვეუბნება, რომ დაბა არ არის, ანუ დასახლება არ არის და არავინ არ არის და საჰარას უდაბნო არის ცარიელი ადამიანებისგან თავისუფალი ზონა, ასე ვთქვათ, და იქ ის მოულოდნელად აღმოაჩენს მეგობარს, რომელიც მთლიანად შეცვლის მის ცხოვრებას, მის შემდგომ ცხოვრებას, ის გაყოფს ამ ორ ნაწილად, საჰარამდე და საჰარის შემდეგ. და ყველაფერი კი იწყება იმით, სანამ ეს დაშვება მოხდება, რომ ის იხსენებს თავის ბავშვობას 6 წლის იყო, როდესაც თავის საყვარელ ერთ წიგნში, სადაც ნამდვილი ამბები ერქვა ამ წიგნს, იყო უღრანი ტყის ცხოვრება აღწერილი და განსაცვიფრებელ სურათს გადააწყდა, მახრჩობელა გველი ყლაპავდა რომელიღაც ცხოველს.
და გააკეთა ამ ნახატის ასლი და დახატა. მაგრამ ეს არ იყო საინტერესო, იმიტომ აქ ჩანდა ცხოველი, ჩანდა მახრჩობელა გველი, ჩანდა როგორ ქონდა გველს პირი დაღებული, ზოგიერთ სხვა შორის გონია, რომ მახრჩობელა გველი საშიში არ არის მაინდა-მაინც, ვინაიდან შხამიანი არ არის, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ერიდეთ, ასე ვთქვათ, მახრჩობელა გველებთან შეხვედრას, ეს შეიძლება ვინმე ჩამითვალოს ახლა მადრიდის რეალის მოყვარულის გამოხტომად ბარსელონას წინააღმდეგ, მაგრამ ასე არ ჩამითვალოთ, ეს არ მიგულისხმია და არც ესპანეთის ნაკრები ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ მახრჩობელა გველები ძალიან სახიფათო ცხოველებია და იგი დასაღეჭავად ცხოველებს, რომელსაც შეიპყრობენ და გადაყლაპავენ ხოლმე და მერე ვერ ინძრევიან და 6 თვის მანძილზე ძინავ და ნადავლს ინელებენ. ეს ეწერა იმ წიგნში, რომელსაც ბავშვზე შთაბეჭდილება მოახდინა და ბავშვმა ბევრი არ იფიქრა, დახატა თავისი სურათი, რომელსაც დაარქვა ნახატი ნომერი 1. ეს ძალიან საინტერესო სურათია, რომელსაც რო დახედავენ უფროსები, მიუხედავად იმისა, რომ თუ კარგად დააკვირდებიან, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ ბოლოში შლაპის მაგვარი რაღაც არის დახატული, მაგრამ ერთ-ერთ ბოლოში აშკარად ჩანს თვალი და კარგი იქნებოდა იქ რო ორკაპა ენაც ეჩვენებინა, მაგრამ ეს საკმაოდ კარგად ჩანს, რომ გველია, რომელიც ინელებს ცხოველს და აი თუ წარმოიდგენთ, რომ ცხოველს ინელებს, მერე ფორმის მიხედვით იმასაც მიხვდებით, რომელ ცხოველს ესა ფანტასტიკური სურათი დახატული 6 წლის მთხრობელის მიერ და ეს სურათი ასახავს მახრჩობელა გველს, რომელმაც გადაყლაპა სპილო და ახლა ინელებს სპილოს. აჩვენა უფროსებმა თქვეს, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ეს არ არის მახრჩობელა გველი და სპილო, ეს არის, რა თქმა უნდა, სრულიად სხვა რამ, ეს არის შლაპა. იმიტომ რომ ყველაზე უფრო ეს ნახატი გავს შლაპას, ეს შლაპა კუდია ამბობენ. და აი მაშინ პატარა ბავშვი მიხვდა, რომ უფროსებს აქვთ გარკვეული დეფექტი, ისინი ვერ ხვდებიან ვერაფერს. მათ აჩვენებ მახრჩობელა გველს, ისინი გეუბნებიან, რომ ესაა შლაპა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ვინაიდან აქ არის უფროსების კრიტიკა, არის ის უვერტიურა, ის შესავალი, რომლითაც იწყება ეს წიგნი. ვინაიდან ეს წიგნი გვაფრთხილებს, სულ თავიდანვე გვაფრთხილებს, რომ აქ ჩვენ რაღაცა არ გვესმის, ჩვენ უფროსებს. და ეს წიგნი ასევე ბავშვებს ეუბნება, რომ უფროსებს რაღაცა არ ესმით და მერე იქნება ლაპარაკი იმაზე, კერძოდ რა არ ესმით უფროსებს. ასე ცხოვრობდა, გაიზარდა დიდი კაცი, შეეშვა მხატვრობას, რა თქმა უნდა, ვინაიდან რა მხატვრობა, რა თუკი თავარ ნახატში ვერ გაგიგებენ, მერე მხატვრობას რა აზრი აქვს. და ესეთ მშვენიერ დღეს, როდესაც ავარიული დაშვება განიცადა მისმა თვითმფრინავმა და შეატყო, რომ თვითმფრინავი კაპუჭებულია და გასაკეთებელია და მხოლოდ ერთი კვირის მარაგი აქვს წყალი, მიხვდა, რომ ან ცოცხალი გადარჩება, ან არა, ან გააკეთებს ამ თვითმფრინავს და გაფრინდება და გადარჩება, ან ვერ გააკეთებს ამ თვითმფრინავს, წყალი არ ექნება და აუცილებლად მოკვდება. და ამაზე ფიქრში არის, ამაზე ასე ვთქვათ, განსჯაში არის საკუთარ თავთან მარტო, როდესაც მოულოდნელი სტუმარი ეწვია. ეს მოულოდნელი სტუმარი და წიგნში მოცემულია მისი პორტრეტი, რომელიც მან მოგვიანებით დახატა, ამაზე უკეთესი ვერ შევძელი, მაგრამ რა უნდა დაეხატა ამაზე უკეთესი არ ვიცი, იმიტომ რომ სენტ-ეგზიუპერი არა მარტო მწყინვალე მწერალია და მწყინვალე მორალისტი და მწყინვალე ფილოსოფოსი არის და სიკეთის მწყინვალე ხადაგებელი და გმირი და მფრინავი და არისტოკრატი და უსაყვარლესი კაცი, არამედ არის შესანიშნავი მხატვარი. მან დაგვიხატა პატარა ფლისწული, პატარა პრინცი, რომელსაც მხრებზე, ასე ვთქვათ, ვარსკვლავები აქვს, რომელსაც აქვს ოქროს თმები, რომელიც თვითონაც ვარსკვლავ ბიჭუნა არის, რომელიც არის ნამდვილი უფლისწული, ანუ შვილი ღვთისა, ძე ღვთისა. ოღონდ პატარა ბავშვია და არის უფლისწული, აცვია შესაბამისად სამეფო მანტია, შიგნით აქვს, რა თქმა უნდა, წითელი სარჩული და კიდე არის ნაცრისფერი, მოკლედ ნამდვილი პატარა მეფეა. და ეს კაცი, პატარა კაცუნა, გაჩნდება თვითმფრინავის გვერდით და მოითხოვს, რომ დაუხატონ მას ბატკანი.
ეს ისეთი მოულოდნელობა, საერთოდ ლიტერატურა სავსეა შედევრებით და სავსეა მოულოდნელი ადგილებით, მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა კაცი თვითმფრინავით, განსაცდელში ჩავარდნილი ფიქრობს იმაზე, გადარჩება თუ არა და მოულოდნელად მასთან ჩნდება, ასე ვთქვათ, არსება, რომელიც ითხოვს, რომ დაუხატონ მას ბატკანი. და ეს არსება ძალიან პრეტენზიული არის, როგორც უნდა იყოს პრეტენზიული ვინაიდან პრინცი აშკარად, ახლა ეს უბრალო ადამიანი არ არის რომელიღაცა პლანეტიდან, ძალიან დიდი ხანი, ასე ვთქვათ, მოანდომა მან მოგზაურობას, რომ დედამიწაზე აღმოჩენილიყო და დაბნეულმა დაუხატა ჩვენმა მფრინავმა, დაუხატა ბატკანი, არ მოეწონა. მაშინ მეორე დაუხატა, ეს მეორე მით უმეტეს არ მოეწონა, იმიტომ ამას საერთოდ რქები ქონდა, მესამე დაუხატა და მესამე სულ უფრო არ მოეწონა, რომ ესო კაცო რაღაც მოხუცია მომაკვდავიო და მე მინდა ისეთი ბატკანი, რომელიც ძალიან დიდხანს სიცოცხლებს და მაშინ გონება מחვილურად დაუხატა ყუთი, რომელსაც უთხრა, რომ აი ამ ყუთში არის შენი ბატკანი, რომელიც დიდხანს სიცოცხლებს და ჩემთან ყველაფერი ისე პატარაო, თქვა პატარა პრინცმა და თოთო ბატკანი დაგიხატე და ეს პატარა ყუთი ეყოფაო დაამშვიდა ჩვენმა მფრინავმა. ბიჭი დაიხედა, შეხედა ნახat და ჩახედა იმ ყუთში და თქვა, რომ არც ისე პატარაა, ნახე, დაეძინა კიდეც. აი ასე გაუგებენ ერთმანეთს ეს ადამიანები, თუ პატარა პრინცი ადამიანია და ჩვენი მფრინავი ნამდვილად ადამიანია და შემდეგ არის ახსნა, თუ ეს რა არის, ეს არის თვითმფრინავი, ახსნა თვითმფრინავის, ეს ჩემი თვითმფრინავია, როგორო კაცო, შენც ციდან ჩამოვარდიო და აქ ესე იგი მათი ნათესაობა გამომჟღავნდება, ორივენი ციდან არიან ჩამოვარდნილი და ბოლოს, როცა ირკვევა ჩემთან რას ნიშნავს, გაირკვევა, რომ ეს ჩემთან ნიშნავს მართლა უცხო პლანეტას. აქ გახსენებული ერთი ამბავი, რომ იყო შემთხვევა, როდესაც ასტეროიდი B612 არის ის პლანეტა, საიდანაც ჩამოფრინდა პატარა პრინცი და გაიხსენებს ავტორი, რომ იყო შემთხვევა, როდესაც ასტრონომმა აღმოაჩინა ასტეროიდი 325 მაგალითად, მაგრამ არ დაუჯერეს, იმიტომ რომ ევროპაში რო ჩამოვიდა თურქული ტანსაცმელი ეცვა და ვინაიდან ეთნიკური სამოსი ეცვა, დამაჯერებელი არ იყო და შემდეგ თურქეთში გამოიცა ბრძანება და ათათურქის ისტორია ძალიან თავისებურად გადმოცემული, აი მარტო მწერალს შეუძლია მართლა, როგორც ილია ჭავჭავაძემ თქვა რუსთავებზე, რომ გენიოსის ერთი ხაზის მოსმით არის გაკეთებული, ის ერთ ხაზში თურქეთის ორიენტაცია ევროპაზე იქნა გადმოცემული, რომ ყველას თურმე ამ ასტეროიდის ხათრით ჩააცვეს ევროპული ტანსაცმელი, გამოცხადდა თურქი მეცნიერი ევროპაში უკვე ევროპულად ჩაცმული და აი მაშინ დაუჯერეს და თქვეს, რომ კი, ნამდვილად ასტეროიდი იქნებოდა. მოკლედ ჩვენი უფლისწული არის პლანეტიდან, საიდანაც ჩამოვიდა და ბედმა გაუღიმა თურქი დიქტატორის გამო, ასე ვთქვათ, აღიარებულ ასტეროიდს და დარწმუნებული არის ჩვენი ავტორი, ეს სწორედ ის არის და თანდათან საუბარში გაირკვევა ბევრი რამ. მათ შორის გაირკვევა ის, რომ ბატკნები არა მარტო ბალახებს, არამედ ყვავილებსაც ჭამენ და მაშინ ეს არის უკვე პატარა ტრაგედია, იმიტომ რომ პატარა პრინცი შეყვარებულია. პატარა პრინცი შეყვარებული არის ვარდზე, რომელიც მოულოდნელად კაცმა არ იცის, საიდან აღმოჩნდა მის პლანეტაზე. პატარა პრინცმა ისიც კი არ იცის, რომ ეს ვარდია. ეს დედამიწაზე აღმოაჩენს მრავალ ათას ვარდს ერთად და მერე მიხვდება, რომ ის ერთადერთი და განუმეორებელი მასთან რო არის, ისიც ვარდი ყოფილა და ეს სიყვარული არის წარმოუდგენლად ნატიფად და პოეტურად აღწერილი. მე მინდა გითხრათ, რომ ორი სიტყვა მინდა ვთქვა, პატარა პრინცის ეს უკვე მესამე თარგმანია. ჩვენ გქონდა ორი შესანიშნავი თარგმანი. მაგრამ ის რაც გააკეთა გიორგი ეკისაშვილმა, ეს უკვე თარგმანიც აღარ ქვია ამას. ამას მე მგონი ეს არის 21 საუკუნის თარგმანი, იმ თვალსაზრისით, რომ აქ როცა კითხულობ ფრანგულ ენას,
გრძნობ, გაცილებით უფრო უკეთ, ვიდრე ნებისმიერ სხვა შემთხვევაში და პატარა პრინცის ამბები და მისი სიყვარულის ამბავი გასაგები ხდება. უნდა გითხრათ, რომ სახეები არის ფანტასტიკური, ეს ვარდი შემთხვევითი არა, ეს ის ემპირეის ვარდია, როგორც ჩანს დანტესთან ღვთაებრივ კომედიაში რო ხდება, როდესაც უმზერენ იმ სამყაროს, რომელსაც ამოძრავებს, ხოლო ცას და ვარსკვლავებს რომ ამოძრავებს სიყვარული, იქ ცაში მოგეხსენებათ ემპირეის დიდი ვარდიანთია. ეს ის ვარდია, რომელიც იქა პატარა უფლისწულს ამქვეყნად ნორმალური არსებობა არ უწერია, გველი მოკლავს მას და უფლისწული გაქრება, იმიტომ რომ მძიმეა მისი სხეული, ასე უნდა დაბრუნდეს თავის პლანეტაზე, ის გაქრება ზუსტად ისე, როგორც ამავე ადგილებში ცოტა ხნის შემდეგ გაქრება მისი ავტორი, დიდი ფრანგი მწერალი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი.